იღებდნენ. 60 წელი დიდ სცენაზე და 40-მდე სახასიათო როლი ქართულ სოპრანოს ლამარა ჭყონიას 80 წელი უსრულდება. მომრავი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი საკუთარ იუბილეს ხვალ მშობლიურ ქალაქში აღნიშნავს. გრანდიოზულ საღამოს ბათუმის განახლებული ოპერის თეატრი უმასპინძლებს. 1 სექტემბერს პირველად ამ სცენაზე ქართველი სოპრანო 80 წლის იუბილეს გრანდიოზული კონცერტით პირველად აღნიშნავს. მღელვარებას ვერ მალავს, თუმცა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ლამარა ჭყონია ქართველი მსმენელის აპლოდისმენტებს მოუთმენლად ელის. ისე განვისდი ვერ წარმოიდგენთ, ისე მიხარია ვერ წარმოიდგენთ, რომ მე ისევ ჩემ მშობლიურ ქალაქში დავბრუნდი. ეს ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩემი მოწაფეებიც მიიწვიეს, ისე რომ ეთერი მარც მკითხა მე ისე და მე ეს როგორც სიურპრიზი ისე გამოიხატა. ხვალინდელი კონცერტისთვის რეპეტიციებს უკვე გადიან ქართველი და უცხოელი შემსრულებლები, რომლებიც ზღვისპირა ქალაქს სპეციალურად ლამარა ჭყონიას საიუბილეო საღამოსთვის ესტუმრნენ. მათი უმეტესობა ქართველი სოპრანოს მოსწავლეა. ბათუმის ახალ ოპერაში მათთან ერთად ლამარა ჭყონიას 80 წლის იუბილეს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მსახიობები, რეჟისორები და თაყვანისმცემლებიც აღნიშნავენ. საღამოზე მონაწილეობას მისი ქალიშვილები, ეთერ და ნატო ჭყონიებიც მიიღებენ. ძალიან ბევრი დრო გავიგებდა და იქამდე მივედი და მივახციეთ, რომ 80 წლის გახდა ლამარა ჭყონია და ეს პირველი იუბილეა ფაქტიურად პირველი და ღმერთს მაქნას რომ კიდე გაგრძელდეს ეს თარიღები. ძალიან ბედნიერი ვარ რომ აქ ვარ, მე თურქეთიდან ჩამოვედი. აქ ძალიან ბევრი ქართველი მომღერალი მეგობარი მყავს. ლამარა ჭყონია უდიდესი მომღერალია. მიხარია რომ მის იუბილეს დავესწრები. ბათუმის ოპერის სცენაზე არიებს მსოფლიოში ცნობილი ვოკალისტები, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრისა და ბათუმის სიმფონიური ორკესტრების თანხლებით შეასრულებენ. საღამოს მაია ბარათაშვილი და იტალიელი შოუმენი ენრიკო სტინკელი გაუძღვებიან. მე იტალიიდან ჩამოვედი, ჩემთვის დიდი პატივია ლამარა ჭყონიას საიუბილეო საღამოში მონაწილეობა. თქვენი საოპერო სკოლა უკვე მსოფლიოშია ცნობილი. ამაში კი განსაკუთრებული წვლილი ქალბატონ ლამარას მიუძღვის. დარწმუნებული ვარ, გრანდიოზული იუბილე შედგება. ლამარა ჭყონიას შემოქმედება უკვე 60 წელს ითვლის. ამ ხნის მანძილზე კი ქართულმა სოპრანომ 40-მდე სახასიათო როლი შექმნა. ორიგინალური შესრულების მანერისა და გამორჩეული ხმის ტემბრის გამო ის პირველი ქართველი სოპრანოა, ვინც ქართული საოპერო ხელოვნება საქართველოს საზღვრებს გარეთ გაიტანა. ლამარა ჭყონია უამრავი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია, მათ შორის პრაღის, მოსკოვის, სოფიისა და ტოკიოსის, სადაც ქართველი სოპრანო მსოფლიოში მადამ ბატერფლაის საუკეთესო შემსრულებლად აღიარეს. საიუბილეო კონცერტი ბათუმის ახალ ოპერაში საღამოს 9 საათზე დაიწყება. ქალაქში, სადაც 14 წელია არ ყოფილა ლამარა ჭყონიას, ქართველი მაყურებელი სცენაზე კვლავ იხილავს, ამჯერად იუბილარის ამპლუაში.